ნიჭიერი და საყვარელი საოჯახო წყვილი დავით ლონდარიძე და ნათია დევდარიანი. როგორ ძანდები? კარგად, როგორ ხარ? როგორ მიხარია, ეხლა მე აქ სტუმრობა. ჩვენთან. მადლობა რომ მოგვიწვია. როგორ ხარ, გვირგვასო ხალხო? მადლობა, თავად როგორ გიკითხე? კარგად, ესე იგი დათო შენ კი ხარ ჩემთან ამყოლ, მაგრამ ნათია კაცო, ესე იგი პირველად არის და კეთილი იყო შენი მობრძანება ჩვენთან. მადლობა, ძალიან მიხარია, მართლა. მე ძალიან მიხარია ძალიან და ყველაფერი შენი ახალი და კარგი და ძველი, ყველაფერი მიყვარს და მიხარია. ასევე ძალიან მიყვარხარ. და გამორჩეული წილი ხარ, ჯერთვის თუ აი ერთად აღიქნებით რა და ისე შეხმატკილებული ხარ, ალბათ თუ ტელეფონზე იქნები ჩამოკიდებული, ხო? არა. ძალიან შეეძახიან ეგ ამბავი. ლონდარებს. კაცო, ლონდარებს კი გეძახიან, მაგრამ ეხლა ეს ჩემი მეგობარი თავიდანვე რომ მოიხიბლებოდა შენით, ნათელია რომ შემოხედავდა. შენ რითი მოხიბლა ეს თავადის ხალი მოყევი ამაზე. ვაიმე, მე ეგ ნამდვილად მოუყვე როგორ მოხდა. ჩემთან რომ მოვიდა პირველად არდგენზე მივდიოდი დამპატიჟა არდგენზე და რა შევხედე? არ მქონდა იმის გაცდა რომ ვიღაცა სხვა მოვიდა და მე მას არ ვიცნობდი. ძალიან ნაცნობი ბიჭი მოვიდა ჩემთან. აი ესეთი განცდა მქონდა და არც მოგატყუა გუმანმა, ესე გამოვიდა. არა, არასოდეს არ მატყუებს ჩემი გუმანი და ძალიან მადლიერი ვარ მე მაგ გუმანის. თქვენ ყავთ საოცარი გოგონა, 4 წლის მართა. ეხლა მითხარი ის თუ ავლენს მუსიკალურ ნიშს მოასწრო უკეთო? სხვათა შორის მინდა აღნიშნო რამოდენიმე დღეს უკან ვიყავით ერთ ძალიან კარგ ადამიანთან სტუმრად. კარგი დიდი ქართული სუფრა იყო და მართაც გვახდა და პირველად 4 წლის არის უკვე მიკროფონი აიღო, საკმაოდ დიდი აუდიტორია იყო დაახლოებით 150 კაცამდე, არც მოერიდა კარგად გამართული მისამღერში, სწორედ რიტმში, აბსოლუტურად ყველაფერი ისე მაგრა გამოავლინა, რომ მეც დავრჩი გაკვირვებული რა მაგას ვიძახი, რომ ნუ ვიცი რომ სმენა აქვს და მღერის რაღაცებს, მაგრამ იქ გამოავლინა რაღაც სასწაულად. მე თავიდან ანუ ხალხს რო ხედავდი და პირველ სცენაზე რო ავედი, მართლა სიტყვა ვერტყვი, აი ლიამინორი ვერ ავიღე ნორმალურად და მართას ეგ მოკლედ შემდეგ სტუმრობისას უკვე მართასთან ერთად გელოდებით მართა სიმღერა საოჯახო გამოიქცევა ჩვენზე წინ და ტრიო იქნება გადასარევი ისე იმღერებს და ისე მოელხენს თქვენ თვითონ გაგიკვირდებოთ. ეხლა შენ ისე საყვარლად ეძახი ხოლმე ნათიას, ნათიუკას, რომ აი ერთი რომ მოკრას ადამიანმა ყური, მაშინ რომ მიხვდება თქვენთან რა იდილიაც სუფევს და დღეს რა სიმღერა მოგვიტანეთ ჩვენ შოუში. გენიალური ოთარ რამიშვილის არ მაძინებს. მოგისმენთ დიდი სიამოვნებით. დიდი მადლობა. წვიმის ხმა და შენზე ფიქრი თითქოს ციდა მეღრუბელი გულზეთ მაძებს დღეს ჩვენ შორის ყველაფერი დარჩა შორს და სიცივე შენ სიყვარულს აღარ მაცდის გაზაფხული ჩვენთვის გაქრა დაილია რომ ლოდინი შემაბარად მასში ვერცხლი ნუ თუ მართლა სიყვარულს დაესია რომ ჭიკ-ჭიკი აღარ მესმის ჩემი მერცხლის არ მაძინებს წვიმის ხმა და შენზე ფიქრი თითქოსიდან მეღრუბელი გულზეთ მაძებს დღეს ჩვენ შორის ყველაფერი დარჩა შორს და სიცივე შენ სიყვარულს აღარ მაცდის გაზაფხული შენთვის გაქრა გაილია
ჭიქჭიქი აღარ მესმის ჩემი მერცხლი დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ დავით ლონდარიძე და ნათია დევდარიანი.